ბიძინა ივანიშვილი ვარის კურსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ყოფილი პრემიერი ეროვნული ვალუტის გაუფასურებაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ადანაშაულებს. გიორგი ფუტკარაძე ჩაგორთვება მოამბის სტუდიიდან პირდაპირ ეთერში. გიორგი, გისმენთ. თამარ, საკმაოდ ვრცელ განცხადებაში, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა, საუბარია იმაზე, რომ ეროვნული ბანკი და მისი პრეზიდენტი ვერ ახორციელებდა ადეკვატურ ქმედებებს ბოლო პერიოდში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, როგორც ივანიშვილის განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები აშკარად ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს ქვეყანაში შექმნილ არასწორ მოლოდინებთან, სპეკულაციურ გარიგებებთან და აჟიოტაჟთან. როგორც ივანიშვილი აცხადებს, ეროვნულ ბანკს შეეძლო დაებალანსებინა არსებული სიტუაცია რეზერვების დახარჯვით, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყნებმა, მათ შორის მოყვანილია სომხეთის, მოლდავეთის მაგალითი, რომ დაახლოებით 30-40% დაიხარჯა რეზერვები, საქართველოს შემთხვევაში მოხდა რეზერვის მხოლოდ 5%-ის დახარჯვა და ამან გამოიწვია ის მოვლენები, რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო პერიოდში, ასეთია ივანიშვილის მოსაზრება, რომელიც ფიქრობს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საკუთარ მოვალეობებს და ფუნქციას ვერ ასრულებდა ბოლო პერიოდში სათანადოდ. სწორედ ეროვნული ბანკის კომპეტენცია და პირდაპირ მოვალეობა იყო სიტუაციის სწორად მართვა, რათა საქმე არ მისულიყო არაადეკვატურ განვითარებამდე. ჩვენ კი დავინახეთ საწინააღმდეგო, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნულმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ თავისი უმოქმედობითა და არასწორი ქმედებებით მიგვიყვანა ეროვნული ვალუტის კრიზისამდე. ვალუტის კურსის ნახტომისებური ცვლილების თავიდან აცილების მიზნით რეგიონის სხვა ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა რეზერვების მნიშვნელოვანი ნაწილი გაიღეს. სომხეთმა 34%, მოლდოვამ 30%, რამაც დღეისთვის მათი ვალუტების სტაბილურობის ტენდენცია განაპირობა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კი ოფიციალური რეზერვების მხოლოდ 5%-მდე 120 მილიონი დოლარი დახარჯა, რაც შედეგს ვერ გამოიღებდა და ვერც გამოიღო. ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი ბერკეტი, რომ უზრუნველყოს მცურავი კურსის პირობებში ეროვნული ვალუტის დასტაბილურება. ყველა ობიექტური ფაქტორის გათვალისწინებით დღეს ლარის გაცვლითი კურსი არ უნდა აღემატებოდეს 2 ლარს და მოუწოდებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეასრულოს კონსტიტუციური მოვალეობა და გადადგას ადეკვატური ნაბიჯები. ჩვენ ამ საკითხზე ასევე შეფასებები ვთხოვეთ ექსპერტებს, რამდენად სწორი იყო ეროვნული ბანკის პოლიტიკა ბოლო პერიოდში. მათი ნაწილი იზიარებს იმ განცხადებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელდა და ამბობენ, რომ ეროვნული ბანკი ადეკვატურ ნაბიჯებს არ დგავდა იგივე რეზერვების ხარჯვასთან მიმართებით, თუმცა მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ ეროვნული ბანკის პოლიტიკა ბოლო პერიოდში სწორი იყო. ადგილი ჰქონდა საკმაოდ დაგვიანებულ ქმედებებს და ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა რეზერვების გაყიდვა მაშინ, როდესაც ბაზარზე უკვე პანიკა და აჟიოტაჟური სიტუაცია იყო და მოგეხსენებათ, ასეთ სიტუაციაში გაცილებით ნაკლები ეფექტი მოაქვს თითოეულ გაყიდულ დოლარს ეროვნული ბანკის მხრიდან. ანუ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეროვნულმა ბანკმა ვერ მოახერხა გაეტარებინა პრევენციული ღონისძიებები და ძირითადად მისი ქმედებები შემოიფარგლებოდა მხოლოდ უკვე როგორც ვახსენე, ფორმირებული აჟიოტაჟის სიტუაციაში რეზერვების გაყიდვით. მე ვფიქრობ, ეროვნული ბანკის ქმედებები მიმდინარე სიტუაციაში, როდესაც ლარის კურსის დევალვაცია ხდებოდა დოლართან მიმართებაში, იყო ადეკვატური, გამომდინარე იმ რეალობებიდან, რომელთა რეალობებიც ჩვენთან იყო დაფიქსირებული. მთავარი მიზეზი ამის იყო საგარეო შოკი. საგარეო შოკის პირობებში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, რეზერვების გონივრული ხარჯვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც თუ ეს პროცესი იქნებოდა უფრო ხშირი, ამას შეიძლება გამოიწვია ქვეყნიდან არსებული რეზერვების გადინება. ბოლო პერიოდში ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს რამდენიმე ბანკის წარმომადგენლებმა. ისინი ამბობენ, რომ ადამიანებს, რომელთაც დოლარში აქვს ცესხი აღებული ხელფასი ლარში ერიცხებათ, მათ გაუხანგრძლივდებათ კრედიტის ვადა და ისინი ყოველთვიურად გადაიხდიან იმდენს, რამდენსაც იხდიდნენ გასული წლის შემოდგომაზე, როდესაც ვალუტის კურსი იყო 1.75 მიასეთი. ჩვენ გვინდა რომ ჩვენ მომხმარებელს ავტომატურად დაუგზავნოთ ცეცხლის ვადიანობა, ისე რომ ყოველთვიური ლარში გადასახადი არ შეეცვალოთ, რაც ჰქონდათ მათ დევალვაციამდე. შესაბამისად, 1% არ შეეცვლებათ, ანუ იგივე პროცენტით იქნება ეს ასე ვთქვათ პროლონგაცია, ცეცხლის პროლონგაცია. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ აი ეს წნეხი რაც შეიძლებოდა ქონოდა ჩვენ მომხმარებელს დევალვაციის შედეგად, ამ წნეხს თავიდან ბოლომდე მოუხსნით. რა თქმა უნდა, გეგმაზე გუშინდელი დღიდან დაიწყო მუშაობა და გეგმა ძირითადად მდგომარეობს იმაში, რომ ბანკების კლიენტებმა რაც შეიძლება ნაკლები უარყოფითი ზეგავლენა იგრძნონ ლარის დღევანდელი კურსის დაცემის გამო. აქედან გამომდინარე, ბანკები მზად არიან
კლიენტებთან ერთად განიხილონ სესხების ვადის დაგრძელება, სხვა გზები იმისათვის, რომ ეს ეფექტი და ეს გავლენა იყოს მაქსიმალურად ნაკლები. ბანკებში კლიენტებს მისვლა უკვე შეუძლიათ დღეიდან, რაც შეეხება ლარის კურსს, ბოლო 2 დღის განმავლობაში ლარი შედარებით იკლებს დოლართან მიმართებაში. ეს იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური კურსი არ იცვლება და არის 2 ლარი და 26 თეთრი, სავაჭრო ჯიხურებში, სავალუტო ჯიხურებსა და ბანკებში არის განსხვავებული მონაცემები. ბოლო პერიოდში, ბოლო 2 დღეში მნიშვნელოვნად დაიკლო ლარის კურსმა, თუკი ჩვენ მაგალითად 2 დღის წინ დაახლოებით ლარის კურსი ღირდა 2 ლარი და 37, 2 ლარი და 40 სავალუტო ჯიხურებში ახლა არის აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია, ასევე დაახლოებით 10 თეთრამდე, 7-10 თეთრამდე არის მოკლებული ბანკებშიც. რაც შეეხება ჩვენ უკვე 8 საათიან გამოშვებაში შემოგთავაზებთ, რა ნიშნულამდე შეიძლება დავიდეს ლარი, რამდენად პროგნოზირებადია 2 ლარიან ნიშნულზე დასვლა, რაც დღეს ივანიშვილის განცხადებაში წერია. ჩვენ ექსპერტების შეფასებებსა და ანალიზს უკვე საღამოს მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში შემოგთავაზებთ. მადლობა, ეს იყო გიორგი ფუტკარაძე.